2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს მინისტრებმა. მათი თქმით, ერთიანი საქართველო და ევროპულ ოჯახში გაწევრიანება მომავალი წლის პრიორიტეტი იქნება. 2013 წელი დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ვიზიტებითაც. ამის პირობას ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დებს. დემოკრატიაზე, როგორც მთავრობის მთავარ ღირებულებაზე საუბრობს სასჯელ აღსრულების მინისტრი. მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის გამთლიანება. ამიტომ ეს სანუკვარი ოცნება ყველასი საქართველოში და ამ ოცნების სასრულებას 2013 წელს ვერ შევპირდები ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ოცნების ასასრულებლად ძალიან ბევრს იმუშავებს, ამას კი შევპირდები. იქნება ძალიან სწრაფად, ძალიან მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, ვიზის ლიბერალიზაციაზე გვეყოლება ევროკომისარი, რომელიც ჩამოიტანს სამოქმედო გეგმას. თებერვალში იქნება არაფორმალური მინისტერიალი, რომელსაც დელეგაციას უხელმძღვანელობს ევროკომისარი ფულე, ხოლო იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები, განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ეს სახალხო მთავრობა 2013 წელს იტყვის თავის სათქმელს და დაანახებს მთელ მსოფლიოს საქართველოს მოსახლეობასაც, გარესამყაროსაც, რას ნიშნავს ხელისუფლება, რომლისთვისაც დემოკრატია მართლა ღირებულებაა და არა ცარიელი ფასადი, რომელთვისაც ხალხის ინტერესი უპირველესი საზრუნავია და რომელსაც შეუძლია დაფიქრებული, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა და არა ისე ნაჩქარავი გადაწყვეტილებების მიღება, როცა დღევანდელი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მეორე დღის გადაწყვეტილებას.